ცნობილი მხატვრის ზურაბ ჭედიას პორტრეტი. პროფესიით ვარ მხატვარ პედაგოგი. აგრეთვე მუშაობ უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტში, ვასწავლი განათლების ფაკულტეტზე ხატვა ფერწერას და ძერწვას. ვასწავლი ნატურმორტის აგებას, პეიზაჟი რა არის, კომპოზიცია რა არის, ფიგურები როგორი ხატება, ცხოველების, ადამიანების. სტუდენტებს საინტერესოა, იმიტომ რომ ისიც არის ერთ-ერთი მასტიმულირებელი მხატვრის უსახედავ ეგეთი თავისუფლები არიან, შენს გინდება განთავისუფლება ყველაფრისგან. აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ვიყავი 96 ოქტომბრიდან 15 წელი ვიყავი. შორო ჩამოვიდეთ ჩვენი კავშირი დასული იყო ბატონი ჭოღა გუგულაძე იყო ჩემამდე მხატვართა კავშირის თავმჯდომარე აფხაზეთში. მე კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ იმით რომ აფხაზეთის მხატვართა კავშირი დადგა ფეხზე. დღეს აფხაზეთის მხატვართა კავშირი არის ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაცია თავისი შემოქმედებით და თავისი რაოდენობით. თავიდან ჩვენ 6-7 მხატვარი ვიყავით, რომლებიც აქ მეტნაკლებად ყველას უჭირდა რაღაც საღებავები ვიშოვეთ, სურაწერეთელი დაგვეხმარა ამას ხაზი უნდა გაუსვა, სურაწერეთელმა გამოგიგზავნა საღებავების დავარიკეთ. მე მარტო ვერ გავაკეთებდი ამას, მაგრამ მე მქონდა იმის და დღესაც მაქვს იმის ჟინი და იმის მოთხოვნა, რომ ინდივიდუალურად კი არ გავაკეთო ჩემი საქმე როგორც ერთმა მხატვარმა. მე მიყვარს რაღაცა ბევრი ხარ და თუმცა იმ აფხაზეთის სახელს ჩვენ ბევრჯერ უსვამთ ხაზს. ხატვა როგორც ყველა ბავშვმა ადრე დავიწყე, მაგრამ მე გამიმართლა იმით, რომ მე ვიზრდებოდი სახელოსნოში. ანუ მამაჩემი მხატვარი იყო. მე დავიწყე ხატვა, მამაჩემ სასაკვირველი გაეხარდა, რომ ხატავდი, მე შემიყვანეს სამხატვრო სკოლაში, სოხუმში დავამთავრე სამხატვრო სკოლა და მე აკადემია. და კარგი მასწავლებლები მყავდა, აკადემიამდე ერთ-ერთი მასწავლებელი იყო შურა ბანძელაძე, ცნობილი მხატვარი. შემაშულებმა ყველა მიციან ხატვა, ხო, უფროსმა იცის ხატვა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმატიკა დაამთავრა, ხატვა იცის და დიზაინში მუშაობს, რაღაც წიგნის დიზაინი ჩვენ რო ვაკეთებ რაღაც რაღაცებს, გვეხმარება და ხატვა რო იცის ადამიანმა უფრო მდიდარია. მე წამოვიდა უმცროსი, ხო, გოგონა წამოვიდა, რომელმაც მართალი გითხრათ მხატვრობა ცოტა მძიმე ისაა გოგოსთვის. არ მემეტებოდა, მაგრამ თვითონ მოისურვა ჩააბარა კერამიკაზე და წარმატებით ხო წარმატებით სწავლობს და დაამთავრებს წელს დიპლომზე. ეხლა პატარა მომყავს აქ, პატარა დადის ჩემთან და ისიც ხატავს და მონდომებული ეთყობა გენეტიკურად მაინც არის ეს კავშირი. როცა ხატვა შეგიძლია ადამიანს, აზროვნება შეგიძლია და შეგიძლია რაღაცნაირად ბუნებაში იფრინო და აფრინო. იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის შემოქმედება თუ ცოტა არარეალისტურად არ უყურე ამ ცხოვრებას. გულებში გავიზარდი. ყველაფერი მენატრება. ბევრმა შეამთავაზა, რატო არ მიდიხარო და თუ გინდა გადაგიყვანო, მაგრამ არავითარი სურვილი არ მაქვს. მის ლამაზი კარგი განწყობები დამჭა გონებაში. ანუ ის აფხაზეთია ჩემთვის საინტერესო, რომელიც იყო ომამდე. არ ვიმსახურებდით იმას, რომ ეს მომხდარიყო. ურთიერთობები კი არის, მაგრამ აფიშირება არ ხდება, რატომ იმათ ეშინიათ, რომ იქ ჩათვლიან მათ მტრად. ამიტომ ისინი აფიშირებას ერიდებიან ინდივიდუალურად კი გამოდიან კონტაქტზე. ერთი 7 წლის უკან იყო ერთი მეომარი მხატვარი გადმოსული. ნუ აქ მივიყე ჩვეულებრივად. მათაც აქვს თავიანთი ტკივილი, ჩვენებსაც აქვს თავიანთი ტკივილი. ისინიც ხვდებიან უკვე რა მოხდა და ვისი ინტერესები იყო და რა შეიძლება მოყვეს ამას და ახლა გამარჯვებლები ისინი რო არ არიან და თვითონ ხვდებიან, მაგრამ
გამარჯვების ეიფორია დიდხანს ვერ იცხოვრებ. მშვიდობა ეს ყოველთვის არის გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არის საუკეთესო და მე მგონი აფხაზეთში თუ იქნა დაბრუნება, მშვიდობიანი დაბრუნება იქნება. სხვანაირად იქ აზრიც არ არის. კიდე რამე ხალხი უნდა დაიხოცოს იქეთაც და ახეთაც. აფხაზეთიდან რო წამოვედი, ეს იყო ის წლები, რომლებიც ჩვენ ყველას გვახსოვს სამწუხაროდ. თავიდან იყო მუქი ფერები, ასაგურელი, ყავისფერი, შავი, ესეთი ფერები იყო. ხატვარი გადმოსცემს ფერების საშუალებით თავის განწყობას. განწყობა იყო გაურკვეველი მუქი და ეგეთი შეიძლება ითქვას მოსერო, მოშავო, მოყავისფრო ფერები, მაგრამ ნელა გამოვედი რა ამ ფერებიდან. სტრესი გადავლახე ეთყობა, რომელიც თავიდან იყო ეს სტრესი წამოსვლის, როგორც ამინდია სხვადასხვა წელიწადში, დღეში შეიძლება 5-ჯერ შეიცვალოს ამინდი, ისე მოთხოვნა არის სხვადასხვა. ზოგჯერ გინდა პეიზაჟის გაკეთება რეალისტური, ზოგჯერ აბსტრაქტული, ზოგჯერ სტილიზებული. უფრო ზღვასთან მაქვს ესეთი თავისუფალი დამოკიდებულება. ზღვა ჩემთვის არის ახლობელი, როგორც აფხაზეთიდან წამოსული, ზღვა არის ჩემთვის ის წერტილი, რომელიც მე მავსებს ახალი იდეებით და ახალი განწყობებით. მაქვს ადრინდელი ნამუშევარი, კარგი ნამუშევარია, ითვლება ესე. მაქვს სოხუმის დაცემის სურათი მაქვს ზღვის პეიზაჟები. მაქვს ესეთი ნოსტალგიური ნამუშევრები. ძვირფასია, იმიტომ რომ ეს არის ალბათ 2001-2002-ის გამოფენაზე თქვა ზღვა და ნოსტალგია და იყო მიზნული აფხაზეთზე და ზღვაზე და იმ ნოსტალგიაზე, რომელიც ყველა აფხაზეთელს აწუხებს და ამით არის დატვირთული. ძირითადად ნახატები დამშა აფხაზეთში, მე იქიდან შეჩენილი მაქვს ერთ ნახატი. გულრიფში დაიხატა ეს ნამუშევარი და აქ შემომჩა, იმიტომ რომ ბოლო წლებში ომამდე იყო გამოფენაზე, ღებულობდა მონაწილეობას, უკან ვერ წავიღე და დარჩა ნათესავთან. რო ჩამოვედი, დამახვედეს ეს ნამუშევარი და ასე სიმბოლოდ მაქვს გულრიფზე გასახსენებლად ეს ნამუშევარი ერთადერთი. ჩემი ნახატები გადმოსცემენ ჩემ განწყობას, გარემოს მიმართ. მაქვს ორი ტიპის ნამუშევრები, ანუ ისეთი, რომელიც ოსტატობას მოითხოვს, უბრალოდ მეც არაფერს და არის ესეთი ნამუშევრები, რომელიც შემოქმედებითია სულთან. ნუ ეს ჩემთვის უფრო ღირებულია, რასაკვირველია შემოქმედებითი ნამუშევრები. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს მაქვს. მე მიუხედავად იმისა, უნივერსიტეტში მუშაობ, მაინც აქეთ მომაქვს თავი. სახლიდანაც აქეთ მომაქვს თავი, უნივერსიტეტიდან და ყველგან, იმიტომ რომ აქ არის ჩემი სამყარო, სადაც მე ვზივარ და შემიძლია დილიდან საღამომდე ვუყურო და რაღაცა ვაკეთო. მომავალ წელს გამოფენა უნდა გავაკეთო, 60 წელი მისულდება. და მინდა ყველა მიმართულებით იყოს ნამუშევრები, ანუ გრაფიკულიც იყოს, ფერწერულიც იყოს. ხოლო გამოყენებიც არ ვაკეთებ, შეიძლება გამოყენებით ის გავაკეთო, იმიტომ რომ გამოფენა რაც უფრო მრავალფეროვანია, უფრო საინტერესო ხდება. ხატვის ბედნიერება ისაა, რომ ხატვარი არ იქნება ნამუშევარი რჩება. შეიძლება დარჩეს მრავალი საუკუნე. და მე ვიღაცამ ნახოს, ვის ნახატი წაიგეს, თურმე ეს კაცი ყოფილა და ცხოვრობდა და ხატავდა. მით უმეტეს თუ სიამოვნებას მიანიჭება, მას დიდი რა არის ბედნიერება.